სახელითა მამისა და დაცისა და დაწმიდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთთან დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხარების დღესასწაულს. სიტყვა ხარება მოგეხსენებათ სიხარულიდან მოდის და სახარებისეულია საკითხავი, სადაც ჩვენთვის მოთხრობილია, რომ მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ახარა მას, რომ მისგან იშვებოდა ძეხვთისა, ეს არ გახლავთ ერთი კონკრეტული პიროვნების სიხარული. ეს გახლავთ საყოველთაო სიხარული. ეს გახლავთ მთელი კაცობრიობის სიხარული. ამიტომაც სიტყვა ხარება სიხარულის მინიჭებას ნიშნავს. სიტყვა ხარებიდან სახარებაც აგვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ სახარების მთელი ეს ტექსტები სწორედ ამას ემსახურება. ხარება არის სიხარულის მინიჭება არის. ჩვენი პატრიარქისგან კურთხევა რომ მოგვეცა გახსოვთ, რომ უნდა გაახაროთ ერთმანეთი. ხშირად უნდა გაახაროთ ერთმანეთი, ასე ამბობდა და იმეორებდა ამას თავის გადაგებაში. ოღონდ ერთი რამ აუცილებელი თვისება უნდა ახდეს ამას. აი ამაზე მინდა გელაპარაკოთ მე დღეს თქვენ. აი ამ თვისებაზე, რომლის გარეშეც სიხარული შეუძლებელია. თვისებაზე, რომელიც მე არ გამაჩნია, მაგრამ თეორიულად რაც ვიცი, იმას გეტყვით. ეს გახლავთ თავმდაბლობა. თავმდაბლობის გარეშე სიხარული შეუძლებელია. იმიტომ რომ თუ კი ადამიანს თავმდაბლობა არ გააჩნია, როგორი სიხარულიც არ უნდა მიეცეს, როგორი სასიხარულო ამბავიც არ უნდა მას რაღაცნაირად ამცნო, მომენტალურად კი შემოვა მასში სიხარული და რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება, მაგრამ აუცილებლად ესევე გაქრება. აი როგორც რაღაცა ჰაერი რომ გაგინიავებია იმაში ოთახში და თუ გააკეთებ ორ პირქარს, ორ მხარეს გამოაღებ ფანჯარას და შემოვარდნილი ჰაერი ამ დაგუბებულ ძველნაკადს გაიტანს, აი ესე მოხდება. შემოვიდა ეს სუფთა ჰაერი, მაგრამ აკი არ გაჩერდა, გავიდა მეორე გაღებული ფანჯრიდან და არაფერი აღარ დატოვა აქ. ამას გულისხმობ, რომ ეს სიხარული შენში აღარ დარჩება. თუ კი არ გაქვს თავმდაბლობა, საიდან ვიცით ეს ამბავი? სახარებიდანაც ვიცი და პატრიარქი რო ვახსენე, იმისგანაც ვიცი და ორივეს გეტყვით, ოღონდ ძალიან მოკლედ ვეცდები, იმიტომ რომ ვიცი რომ დღევანდელი მსახურება ცოტა ვრცელი იყო, დამღლელი და ვიღაცები კიდე სამსახურებში ხართ გასაქცევი. თქვათ იქ რა მდგომარეობა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ეს სიმდაბლე რომ არ ქონოდა, როგორ იტყოდა იმ სიტყვას, რომელიც თქვა, აჰამ ხევალი უფლისა, მეყავლმე სიტყვისაებ შენისა. ეს იცით რას ნიშნავს, რომ არანაირი მას რაღაცა ის შემართება, რაღაცა ის კი არ აქვს, რომ ესეთი უთხრა ეხა ანგელოზმა, რომ შენგან უნდა იშვას ზეპტისა და ხო შეიძლება ახლა ამან ქვას რომ კი ბატონო უნდა იშვას, ხო მაშინ ეხლა აქ ესე უნდა გავაკეთოთ, ეს ესე უნდა მოვაწყოთ, ეს ესე უნდა ავაშენოთ და ესე უნდა დავანგრიოთ. არა, ის ამბობს, რომ აჰამ ხევალი უფლისა, მეყავლმე სიტყვისაებ შენისა. სინამდვილეში ეს არის იმ სიმდაბლის გამოხატულება, რომ ღმერთზე აბსოლუტურად მინდობილი ადამიანი. და მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში სიმდაბლე იცით რა არის? სიმდაბლე უკანასკნელი სიტყვა კი არ არის. რას ნიშნავს იცით უკანასკნელი სიტყვა? ასე რომ იტყვის ადამიანი, ნუ სხვა რა გზა არის ეხლა ასე უნდა გავაკეთო. ეს კი არ არის სიმდაბლე. ეს არის იძულება, რომ მეტი გზა თუ აღარ დაგჭა, ამიტომ შეიძლება აკეთებდე ამას სიმდაბლეს. სიმდაბლე არის ის, რომ შენ ერთი წამითაც კი არ დაუშვებ, რომ გულში შემოუშვა თუნდაც ვინმეს ავი, თუნდაც ვინმეს ზიზღი, თუნდაც ვინმეს შურისძიება, თუნდაც ვინმეს წყენა. ეს გახლავთ სწორედ სიმდაბლე, იმიტომ რომ გულში ამას არ შემოუშვებ, ასე იმდაბლებ თავს, იმ გაწყენინა მართალი იყო თუ მწვანი რა მნიშვნელობა აქვს, ეს გახლავთ სწორედ სიმდაბლის გამოვლენა და არა ის, რომ ხელი ვერ შეუბრუნე ადამიანს, ან პასუხი ვერ დაუბრუნე ადამიანს, იმიტომ რომ შენზე ძლიერი იყო და გაგლახავდა და მოგერეოდა, ან კიდე შეუბრუნებდი და სამსახურს დაკარგავდი, ეს კი არ არის სიმდაბლე. ამას ნიშნავს, წეგან რაც ვთქვი, რომ სიმდაბლე ბოლო სიტყვა კი არ არის. სიმდაბლე გახლავთ სწორედ ეს ნათქვამი, რომ აჰამ ხევალი უფლისა, მეყავლმე სიტყვისაებ შენისა.
აი ეს სიტყვები რომ არ ეთქვა ღვთისმშობელს, მაცხოვარი ხომ არ იშვებოდა მისგან. ეს სიტყვები გახლავთ სამზადისი, შეიძლება ითქვას, იმ ჭურჭლისა, რომელიც ჭურჭელით სულიწმინდისთვის არის გამზადებული. თუ ასეთი არ ხარ, სულიწმინდა როგორ დაივანებ შენში? თუ ასეთი სიმდაბლე არ შეიძინე, თუ ასეთ სიმდაბლეზე არ იზრუნე და არ მოიპოვე, როგორ დაივანებ შენში სულიწმინდა? იმიტომ რომ გამუდმებულად თუ იქეთ კარნახობ ეხლა რომ ის რაღაცას გთავაზობს, საფრთხონება გეცხადება, მაგრამ შენი მოსაზრებები გაქვს ყველაფერთან მიმართებაში, რომ ახლა იქ არ წავალ, ახლა ამას არ ვაპატიებ, ახლა ამას პასუხი უნდა დაუბრუნო, ახლა იმას, ესე იგი, თუ არ დაუბრუნებ პასუხს, რა გამოვა, რომ დაზარალდება, ესე იგი, ჩემი რეპუტაცია და ასე შემდგომ და გავიწყდება, რომ ამას ყველაფერს თუ გააკეთებ, შენ არ ხარ მაშინ ეს ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, რომ აჰა მხევალი უფლისა. ვეყავნე სიტყვისაებ შენისა და ამ თანხმობაშია სწორედ ჩვენი სიხარული დანო და ძმანო. ეს თანხმობა რომ არ ყოფილიყო ჩვენი გადარჩენა, შეუძლებელი იქნებოდა. ეს თანხმობა კაცობრიობის და მართლა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კი არა, კაცობრიობის თანხმობაა მაცხოვრის მისაღებად. შენ ხარ ყოველდღიურად, ყოველწამიერად შეიძლება ითქვას ღვთისმშობლის ადგილას და ღმერთი რაღაცას გთავაზობს და შენ როგორ პასუხობ მას? აი ხა გაანალიზე ეს რომ აჰა მხევალი უფლისა და მეყავლმე სიტყვისაებ შენისა, შენი პასუხი თუ მოიცა ეხლა ესი არა, დღეს ესი არა, ეს ხვალ ვაპირებ ამის დაწყებას, ორ შაბათს ვაპირებ ამის დაწყებას და იქეთ წელს ვაპირებ კიდე რაღაცის დაწყებას და ამ წამს, ამ წუთში მოსული ლოცვა კურთხევა, რასაც გელაპარაკება, სიმდაბლე არ ყოფნის რომ ეს ისევე მიიღო. ამიტომაც იფიქრეთ ამაზე. ეს გახლავთ კაცობრიობის პასუხი მეთქი რომ გითხარით, კაცობრიობის ყველა ადამიანისა კი არა, იმ ადამიანებისა, ვინც ქრისტეს მიმღებელნი არიან, იმ ადამიანებისა, ვინც ქრისტეს ელოდებოდნენ, იმ ადამიანებისა, ვინც ქრისტეს აღიარებენ რომ ღმერთი განკაცდა, ანუ მოვიდა ძეღვთისა და არა იმათი, ვინც ეურჩება საფრთხონებას. ამიტომაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს პასუხი გახლავთ ჩვენი სიხარული, ჩვენი გადარჩენის დასაწყისი. ყველას გონია სხვათა შორის რომ ღვთისმშობლის ხარება ეს ტროპარი არის ხარების სადღესასწაულო, რომ ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდე. ყველამ ვიცით ზეპირად ეს ტროპარი და ყველას გონია რომ ეს ტროპარია ხარება. არ არის ეს ხარების ტროპარი. ხარების ტროპარი იცით რომელია? დღეს არისო, აი ესე თანამედროვე ქართულად რომ ვიტყვი. დღეს არის დასაწყისი ჩვენი გადარჩენისა. ასე იწყება ხარების ტროპარი. და არა ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდე. ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესხმა არის და გახსენება არის რა თქმა უნდა ხარებისა, მაგრამ არა სადღესასწაულო ტროპარი. ამიტომაც ამ სიმდაბლის გარეშე, რითიც დავიწყე ლაპარაკი, კვლავ იმას დავუბრუნდები, შეუძლებელია რომ სიხარული გქონდეს, იმიტომ რომ ამ სიხარულს ინარჩუნებს სწორედ ეს სიმდაბლე. ამ სიხარულის დამტევნელი შეიძლება მხოლოდ იყოს ის, ვინც ამბობს, რომ მიყავ უფალო ნებისაებ შენისა და არა ნებისაებ ჩემისა. მე გითხარით რომ აუცილებლად დაუბრუნდები მეთქი ჩვენს უწმინდეს. აი ხა გეტყვით მე თქვენ ასეთ რამეს და აბა დაფიქრით. შორეულ მაგალითებს რომ არ მოუხმო, ამიტომ მომყავს ეს მაგალითი. რამდენი რამ მოგისმენიათ პატრიარქის შესახებ. თუ გინახავთ სადმე ვინმე სანსამაგიერო გადაუხადა და ან თავი იმართლა და ან შენდობა არ მისცა და ასე შემდგომ. ამის შედეგია ის ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ. სიხარული, რომელიც თითოეულ თქვენგანს გაგაჩნია, მაგალითად, ტაძარი, რომელიც დღეს არსებობს, ამ მოთმინების შედეგია, ამ თავის დამდაბლების შედეგია. მას რომ არ მოეთმინა, თავი რომ არ დაემდაბლებინა, ვერ აშენდებოდა ამდენი ტაძარი, ვერ იკურთხებოდა ამდენი სასულიერო პირი, ვერ გაიხსნებოდა ამდენი სასწავლებელი. და რატომ იცით? ამის დევნაში იქნებოდა გამუდმებულად იმან რომ თქვა, ეხლა იმას უნდა დაუმტკიცო, რომ არ ვარ ესეთი. ამან რომ ქვამესროლო, ეხლა უნდა მივიდე და აუხსნა, რომ იცი რა, გენაცვალე, შენ შეგეშალა და არასწორი მიმართულებით ისროლე და აი ამ დევნაში გავიდოდა ადამიანის ცხოვრება. მაგრამ მისი ცხოვრება იცით გავიდა რაში? როგორც მაცხოვარზე წერია, რომ მოვიდნენ და ადანაშაულებდნენ, რომ
შენო ბელზებულით განდევნი ეშმაკებს, შენ ამით განდევნი, შენ ასე იქცევი და მაცხოვარი მიდიოდა და აგრძელებდა ადამიანთა კურნებას. ასეთი იყო მისი ცხოვრება და საიდან იყო ასეთი? იმიტომ რომ სიმდაბლე შეიძინა. ამ სიმდაბლის გამო ამათ პასუხებს კი არ დაძდევდა. დაძდევდა იმას, რომ ეს სიხარული ყოფილიყო მასში ღმერთის სარწმუნოებისა და ეს სიხარული მოენიჭებინა ჩვენთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავდგეთ დღეს, აღვასრულოთ წმინდა მსახურება, ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და ამ სიხარულს რამ შეიძლება განგვაშოროს. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ხარება სიხარულის დღეა. ოღონდ თავმდაბლობის გარეშე ეს შეუძლებელი. თავმდაბლობის თუ არ ვიშრომებთ, თუ არ ვიზრუნებთ ამ თავმდაბლობის მისაღწევად, ეს სიხარული ჩვენში ვერ დარჩება. ვერც კი გავიგებთ, იმიტომ რომ აი მინახავს ერთხელ ერთმა მოძღვარმა თქვა და მერე მეც ხშირად მეფიქრებოდა ამაზე, რომ ისე მიკვირსო კაცო, ათეისტიო, რო ამტკიცებსო, რომ ღმერთი არ არსებობსო და თან უხარიაო, მე და რა უხარია? აი მე რომ ამტკიცებ, რომ ღმერთი არსებობსო, მიხარიაო, ამის საფუძველი მაქვს, იმიტომ რომ კაცო ღმერთი თუ არსებობს და ესე იგი გადარჩენის იმედი მაქვს, ეს სიხარული შეიძლება მგვრიდეს, მაგრამ ათეისტი ამტკიცებს არ არსებობს და უხარია. ესე იგი ვინ ხარ? რაღაცა არსება, რომელიც მატლისგან არ განსხვავდები, რომელიც ესე იგი ვიღაცამ შეიძლება ფეხი დააბიდოს გასა, როგორც მოვიდა და ისე წავიდა, მისი არც არსებობა იცის, სულ და არ წასვლა, არც მოსვლა და არ წასვლა. რითი განსხვავდები იმ მატლისგან მაშინ? ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ეს სიხარული ჩვენში არის მაშინ, როდესაც შენ გწამს იესო ქრისტეს. და რომ გწამდეს მისი, ამ სიხარულის გამტარი რომ იყო და აი ამ ხარების გაბრიელის ხარების დამტევნელი რომ იყო, თავმდაბლობა აუცილებელია, რომელი თავმდაბლობაც გათქმევინებს. აჰა მხევალი ღვთისა. იყავ ნებისაებ შენისა. ამინ. ალოცვილი და გახარებული გამხდარიყო. თქვენთან ერთად.